მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. Adigენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის დროს დაკავებული სატვირთოს მძღოლი ხვიჩა ხარაიშვილი დღეს სასამართლოს ხდომაზე გაამართლეს. იგი სასამართლოს ხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება დღეს ახალციხის სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო. როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმის მასალებით ხარაიშვილის ბრალდება არ დასტურდება. სატვირთოს მძღოლი გასული წლის 8 სექტემბერს დააკავეს. იმავე დღეს, როდესაც მისი სატვირთო და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად კი მიკროავტობუსში მყოფი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები როგორც სატვირთოს, ისე მიკროავტობუსის მძღოლის დასჯას ითხოვენ, რადგან მათივე თქმით, ავარია მიკროავტობუსის მძღოლმა გამოიწვია, რადგან იგი საპირისპირო ზოლში მოძრაობდა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აპირებს თუ არა პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პროკურორმა ზურაბ არსენიშვილმა სხდომა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მე არაფერს არ მოველოდი, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება მართალი ვიყავი, მაგრამ ისეთნაირად მიდიოდა საქმე, რომ არ მეგონა, მაგრამ ბოლოს ვენაცვალე მოსამართლესაც, ადვოკატებსაც გაითვალისწინეს სიმართლე დამიმტკიცეს და სიმართლე არ იკარგება არასდროს. მადლობა. მოლოდინები რა თქმა უნდა იყო გამომართლებელი განაჩენის და ესეც მოხდა. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ახალციხის სასამართლოს მოსამართლეს ქალბატონ მარიკა ჩიტაშვილის ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის და რა ვიცი, სიხარულს ვერ მალავთ, მეტის თქმა არ შემიძლია, ფაქტიურად გამართლდა. ამდენ თვეები ტყუილ არ გვიშრომია თითოეულ ჩვენთაგანს, დაცვის მხარეს გულისხმობთ და ფაქტიურად შედეგი დაიდო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს. ამოიღეს სხვადასხვა სახის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ასევე შსს ამბობს, რომ ცალკე ოპერაციის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს უკრაინის მოქალაქე. მას 2500-ზე მეტი აბი ბუპრენოფრინი აღმოაჩნდა. გამოძიება რამოდენიმე მძიმე მუხლით მიმდინარეობს და ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. წალკაში კოსტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობისთვის 250.000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება 51 კვადრატული მეტრი საპირფარეშოს მოწყობა. მიმდებარედ კი საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს. ასპინძაში გამართულ კალათბურთის ტურნირში ბიჭებს შორის პირველი ადგილი ასპინძის საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო გოგოებს შორის ტოლოშის საჯარო სკოლამ. ინფორმაციას ასპინძის მერია ავრცელებს. საქართველოს თავისუფლების თამაშების ფარგლებში ჩატარებული 3x3 ტურნირი ასპინძის საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ასპინძის, დამალის, ტოლოშის, მირაშხნის და ნაქალაქევის სკოლების როგორც ბიჭების, ისე გოგონების გუნდმა. მერიის ცნობით ბიჭებს შორის მეორე ადგილი დამალის სკოლის გუნდმა მოიპოვა. მესამე ადგილი კი ტოლოშის სკოლას ერგო. გოგონებს შორის მეორე ადგილზე ნაქალაქევის სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დამალის საჯარო სკოლამ დაიკავა. ეს იყო ჩვენს ხელთარცებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.